ჩემი უსაყვარლესი თუ შეიძლება ასე ითქვას ჯილდო არის ჯვარი მაჩუკა ოქროს ჯვარი წარწერა ილია მეორე და უფალი გვფარავდეს მთელი რიგი მიმართულებები ქართულ დოკუმენტურ კინოში შეიძლება ძალიან რთულად განვითარებული იყო, რომ არ ყოფილიყო უწმინდესის გვერდზე დგომა და დახმარება ჩვენთვის. გურამ პატარაია, შესანიშნავი ქართველი კინორეჟისორი, იყო ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ძეგლების, სასულიერო ძეგლების, ტაძრების და ყველაფერის, რაც საქართველოში არ იყო, თუმცა ქართველების აშენებული იყო და ის ჩვენი მიწა იყო, დაკარგული მიწა თუ შეიძლება ასე ითქვას. აი, ყველაფერ ამაზე ფილმები გადაიღო ადამიანებზე ირანში, ასე ვთქვათ, ქართველებზე, რომლებიც შაჰ-აბაზმა გადაასახლა და 400,000 ადამიანი იყო ასეთი, ვის შესახებაც ჩვენ გავიგეთ დღეს როგორები არიან, როგორ არიან და ასე შემდეგ. გურამ პატარაია იყო ის ადამიანი და ამაში პირდაპირ უწმინდესის ხელშეწყობა იყო გვერდზე დგომა, რომელმაც გურამმა აღმოაჩინა ხელნაწერი მე-11-მე-12 საუკუნის ხელნაწერი ირანში, გადაგდებული ხელნაწერი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ასე ვთქვათ ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება უკვე. აი რამდენი რამ იყო და რომ არ მდგარიყო მის გვერდზე პატრიარქი, შესაძლებელია ბევრი რამ ვერ განხორციელებული იყო. მადლობა მას აი თუნდაც ამ ერთი ამბისთვის და რამდენი რამ რაზედაც ის ასე ვთქვათ დაგლოცავდა ხოლმე და გვიბიძგებდა რომ აი ეს გააკეთეთ. ჩვენი რამოდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მოღვაწე და მეფე მათი საფლავები დღეს რუსეთშია. ზოგიერთის დაიკარგა, ზოგიერთ და სხვადასხვანაირად და აი სწორედ პატრიარქის იდეა იყო, რომ როგორმე ისინი ჩვენ საქართველოში დაგვებრუნებინა. მიდიოდა ამისთვის ბრძოლა და მე ტელეფილმების სტუდიაში ვმუშაობდი მაშინ და მითხრა რომ აი საჭიროა გეგმა და სცენარი და დავიწყე ეს გავაკეთე მივედი მასთან და ერთ-ერთ მისვლაზე მითხრა ესეთი რაღაც შენ როგორ ფიქრობ როგორ უნდა ჩამოვიდეს მათი ის რაც არის ჩამოსასვენებელი ვიფიქრებ თქო მე უთხარი სხვადასხვა გზას იცი რაო მოდი ჩამოვაფრინოთ ესე იგი თვითმფრინავ ძემიდან ციდან და ზეციდან დაეშვან მიწაზე. უიმე ღმერთო რა საინტერესო იდეა გავაკეთე სცენარში ყველაფერი ეს და როცა მივედი და უკვე მან იცოდა რომ ეს ვერ გამოვა ეს საქმე მომეფერა და მითხრა რომ ჩავიჭერით მე რაბო. შეხვედრები ბევრი არ იყო თავისთავად ცხადია მცირე რაოდენობით იყო აი ყველა ამ შეხვედრისას იმდენად ადამიანური იყო აი ეს ხიბლავდა იმიტომ რომ გრძნობდი მისგან ინტერესს შენ მიმართ კეთილდამოკიდებულებას ესე იგი არა უარყოფით არამედ კეთილს კაცო და იმავე წუთში შენც იხსნებოდი, შენც თავისუფალი ხდებოდი. აი ეს რაღაც საოცარი თვისება ქონდა მას. შეხვედრისას ეს იყო უმთავრესი მასთან ურთიერთობის შედეგად. სხვა შორის ალბათ ეს არის ის ერთ-ერთი ეს თვისება იყო, რამაც ეს უზარმაზარი მასთან გამომშვიდობების სურვილი გააჩინა.
აი ასეთი დამშვიდობება მე სიმართლე გითხრათ არ მახსოვს საქართველოში. და ეს სულად ბუნებრივი იყო. ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობდა, იცით, როგორც კი ის ასე ვთქვათ აირჩიეს პატრიარქად და მანამდეც თავის თავაცხადია, პირველი რაც მისი გადასაწყვეტი იყო, როგორც თვითონ ამბობდა, ეს იყო ერის გამთლიანება, იცით. და ეს აბსოლუტურად მართალი იყო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მთელი ეს ისტორია არის უწყვეტი მცდელობა გარეშე და შიდა ძლიერი ძალების როგორმე რომ აი ეს პრინციპები რაც გამთლიანებასთან არის დაკავშირებული დაენგრიათ ეს ყველაფერი. ამას ებრძოდა. მაგრამ აი მეორე საკითხი როგორ უნდა ებრძოლა? თავისთავადია მისთვის და ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი ძალა ეს რწმენა არის. ეს ის 1700 წელია, ესე იგი 17 საუკუნე, რაც ქრისტიანობასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ის პრინციპები, რასაც უწმინდეს და უნეტარესი ახორციელებდა, სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული. სიკეთე, ურთიერთგაგება, სიყვარული, არაკაცკლა, არაიცრო და ასე შემდეგ ხო არ ჩამოუთვლი ხა ყველაფერს და აი ამისი ასე ვთქვათ რეალობად ქცევა უმძიმესი საქმე იკისრა ამ საოცარმა ადამიანმა.